კიდე 30. სამი როდე 9 ლარია, ხო? 9 ლარი არაჟანი. მალე 12 იქნება. არაჟანი და კურტკარო ერთი ფასია რა, კაი. ოღონდ კურტკა სხვა ქვეყანაში. და დაბალ პროცენტიანი არაჟანი, მაღალიც. რეჰანის ეს ეპიზოდი თბილისშია ძალიან საინტერესო ადამიანთან ერთად, რომელიც ალბათ ჩვენი მაყურებლების ნაწილმა იცის და იცნობს, აჩოს ამბახიძე იქნება ჩვენი მასპინძელი, პიცერიების ქსელის, პაცას დამფუძნებელი შემოქმედი, შემქმნელია ჩვენი სტატუსი. აი, სიყვარული დამწვარი. ეს სლოგანია. ხო, ესე შეგვერქვა, იმიტომ რომ გვეჭვა, აქ პაცას ცალკე სტატუსი მაქვს, მაგრამ დამწვარზე რო გვეჭხვებოდნენ, იქ ერთ-ერთ ამხარებმა თქვა, რომ ეს სიყვარულით არის დამწვარიო და ისე მოგვეწონა, რომ იმის მერე გავხად 5-ს დღეს ეგვიწერე. მაგას მოგიყვანზე, ხო, ცალკე უნდა გკითხო, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენ გვასწავლეთ ყველას, როგორი უნდა იყოს პიცის ცომა, მაგრამ ეგ მე. აჩოს რო შეუთანხმდი და პაცაში მოვალთ მეთქი და გადაგიღებთ მეთქი. მაგ დროს ასევე ვთხოვე, რომ ერთი რამე ადგილი მიგვასწავლა ცოტა უცხო და თან ისეთი, რომელთან კავშირშიც, ანუ თანფუძნებელი შენ არ იქნები, მაგრამ აი სიამოვნებით დადიხარ საჭმელად და ესეთი არის ვოი, ეხლა ვოი, კი, ვოის ქიჩაში მოვედით იმ ყაზბიგზე. მე რატო სხვათა შორის ძალიან რთული კითხვა, ეხლა შენც გიყვარს ჭამა და ისეთ საქმეს ემსახურები, რომ ჭამა შენი ცხოვრების ძალიან ისეთი სასიამოვნო ნაწილია დარწმუნებული. ეხლა შენ რო კითხო, რომელია შენი საყვარელი კერძი, ძალიან რთულია მაგაზე. და სად არის შენი საყვარელი ადგილი? ეხლა რომ მკითხე, მეც უცებ ცოტა დავიბე, ბევრი ეგეთი ადგილი მაქვს, მაგრამ აი გამახსენდა ვოი, იმიტომ რომ აი მართლასია fail free-ს ვეძახი ხოლმე რა, არასდროს იმედი არ გაუცროია. რამდენჯერაც მოვედი იმდენჯერ ძალიან გემრიელავს ჭამა. სულ თან ჩვენ კონტექსტს უხდება ესეთი ადგილი. ძალიან ცნობილი არ არის ვოი და ჩემ და საბედნიეროდ სხვათა შორის. უცხო კერძებიც არის. კი, სხვათა შორის ძალიან არ მინდა რომ ცნობადი გახდეს ძალიან. იმიტომ რომ მე აქ ხალხი ვლიზ და მე ვეღარ ვივლი ხოლმე. გახდება, იმიტომ რომ წამო თუ გინდა ნელ-ნელა შევიდეთ, იცი რატო გახდება? რატო? რეჰანის მაყურებლები მე რეითხოვენ ხოლმე რომ დაგვიწერათ ლოკაცია მისამართი. დაიკეტა ეს. ვოიში მოვლეთ. ვოიში მოვედით, ყასაბთან მოვედით. როგორ ელოდება ის თითებს ილესას. ეს ჩვენ როგორ უნდა გვექნა იცი აქ შემოსვლა, კამერა რო შიგნით ხდება ხოლმე, ვითომ მაგას ორი კამერა უნდა რა. არ გვაქვს ორი კამერა, ერთი ლაშა კამერისა და ერთი კამერა. მიხარია ლაშა შენი გაცნობა როგორც იქნა, რომ ნახე ვინ დგას ამ კამერის უკან. ჩვენი მაყურებლები ხო იცი 20,000 გამომწერებად შეპირებული ხო და მე რეჩნდება ლაშა და მე რეწევს კამერას. იცი რა არ გამოვაპაროთ ეგ ამბავი ხო? აბა. რო შემოდიოდით ყასაბთან მოვედით. იცი რა. არ გითქვა. ეხლა ნახე რა, მე გეტყვი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სხვა შორის გასტრონომული ტენდენციები დღეს აქეთ მიდის, ძალიან დიდ პატივს ვცემ მონოპროდუქტზე მომუშავე ტიპებს რა. აი მაგალითად სალტჭამოთ პიცა, პირობითად, მაგალითად პაცაში, იმიტომ რომ იცი რომ მონოპროდუქტი ამაზე მუშაობენ და დიდი ალბათობით ეს მიმართულება დახვეწილი უნდა კონდეთ. ესეთი მოლოდინია. აი ვოი მაგალითად ვიცი რომ ხორცში არის ძალიან კარგი რა და აი რა სალტჭამოთ, წვადის სალტჭამოთ, კანჭი სალტჭამოთ, რაღაც ხორცეულობა მახსენდება ვოი. ამიტომ ეძახი ხოლმე რომ ჩემი ყასაბი კაცია თქო რა, თან ესეთი აი ცოტა ვიკინგური აი გეგონება რომ აი რაღაც დაახოცილი ყავს ყველა და მე გადაწყვიტე რომ სამზარეულოში გააგრძელოს კარი. ხო, თავისი ხელი. საერთოდ რა ხორცს ჭამ კაცმა აქ. მაჯა, ვარ. სხვათა შორის ეს რეჰანი არ იყო დაპლანური. ეს რეჰანის საპატივცემულოდ. სხვა შორის შეიძლება გასტრონომიაში, საერთაშორისო გასტრონომიაში რეჰანს როგორ ქვია? ბაზილიკი ხო? როგორი ბაზილიკი? ქართული? თაი ბეიზელ, არა, ტაილანდური ბაზილიკი. მართლა და სადღაც პრეტენზია გამიშთა რომ ხო მეწმიდა რეჰანი ძალიან ქართულია ჩემთვის და ტაილანდური ბაზილიკით არის საერთაშორისო გასტრონომიაში. ქართულია თუ კაია. ეხლა ნერვებს მიშლის ეს. რატო მიშლის ნერვებს? ეს ცომი რომ მიიღო
ხალხო, ეს ცომი რო პაცაში მივიღოთ, მე დაკეთო 8 თვე მარტო ცომზე ვიმუშავეთ და 500 გრადუს ცეცხლზე ვაცხობთ, რომ ეს ლეოპარდის ლაქები ქვია ძე ამას. აი ამ მინწრებს ლეოპარდის ლაქები ქვია და ეს 500 გრადუსზე იმ პიცის საცხობში. წუხნახევარში. დიდი როგორ. და ეს მაგ ჯიგარი ვოი, არანაირ წინაღობა არ არსებობს, ვიკინგია, არა ინტერესებს არაფერი. რატო ხარ იცი საყვარელი? აი, ბრუყვები მაგას. ძალიან ვაფასებ, ანუ როგორი ნაფიქრი და ნამუშევარი აქ რომ ის პაცას გახსნა არ დაჭირდა იმისთვის, რომ კარგი ცომი გაეკეთებინა. მოკლედ აი ეგ. საინტერესო რაცებია ზედ, ეგეც გითხარ და ბატკნის და საქონლის კუპატი სპიცა რეალურად. თან ეხლა ვიღაცა შეიძლება ცოტა უსამართლობის განცდა გაუშვეს, რომ ეხლა პიცა ვიცი რაღაც სალიამის და პოშტოს და პიცებზე ჩვენ ბევრს ვილაპარაკებთ დღეს, მაგრამ პიცა თავისი არსით მაგით ცომზე დაყრილი ინგრედიენტებია. ცომი გაქვს, ბაზა და მე აშენი რაც გინდა. ეგ არის რა. ხო, რა, როგორც სანამცხელი. სანამცხელია. ო გაგახაროთ. ეს სალათი ძალიან საინტერესოა. გეხვეწები ამით დაიწყე. მე სალათი მინდა რომ სალათი მინდა რომ დაგეწყებინო. ეს სალათი არის არ ვიცი. ჩემთვის არის სრულყოფილი რა ძალიან, იმიტომ რომ ნიგოზი გაქვს, გუდისყველი გაქვს, რომელიც არ ვიცი, ჩემთვის ქართულ დაძველებულ ყველში საუკეთესო ყველია. არის მარწყვი და არის ყურძენი და აქ ჩემი აი ძალიან ქართველი ისეთი სკეპტიკოსები რომ მოვიყვანე რომ აი მარწყვი და ყურძენი მინდა ეხა სალათში, იმის მერე უნდათ სალათში მარწყვი და ყველი, ამიტომ მე მინდა რომ შენ გაგასინჯო ეს კომბინაცია, იმიტომ რომ ძალიან მოუხდება გუდა და დარწმუნებული იყავი ძვირფასა. მე შენ ერთი warning-ი უნდა გააკეთოთ აქ რომ ეხა შენ ძალიან გემრიელად შეჭამ. მე მინდა რომ წინასწარ ვეგაგავთხილო. თან ეს რაღაცა ვალდებულებას რო კისრებ, რო არ მოგეწონოს, აი რა უნდა თქო, ფუფ. მაგ ფუფ, ვერასდროს ვერ ვამბობ, მაგრამ როგორც წესი, ამდენი არჩევის მერე ხა შენაირი ადამიანი რო რეკომენდაციას გაუწევს, რაღაცა ამოძრავებს. ცუდი არ იქნება. წესით, აბა გასინჯი. რაღაცა ამოძრავებს. თან დრესინგი სულ ღმერთო, აი ეს კინძის ალაუზა სვის ნახარშით მინდა გა. აი მეორე. ეს არის ალაუზ და სვის ნახარში, მეგობრებო, ლუდ სეძახის ზოგი, AKA ლუდი, რომელიც კინძის ბაზაზეა, მე ძალიან მომწონს. ეხლა შემითხარი? მაგარია და ძალიან უცხო გემო, მართლა უცხოა. ხო? თან სალათში რა გჭირდება რეალურად, როცა რაღაცას ცოტა თაფლი ცხوار აქვს დრესინგი. არ ვიცი, იმიტომ რომ დრესინგი ძალიან საინტერესო აქვს სოჩერს. მე ეგეთ დეტალებში არ ვეძიები ხოლმე, იქნება და რაღაცა არ უნდა რაღაც ის თქმა და არ ვეძიები, მაგრამ მოიცა ამა ვნახო. მოტკბოა. ნუ მარწყვი და ყურძენიც აძლევს მაგას, მაგრამ ძალიან მაგარია. ძალიან არასტანდარტული გემო აქვს. ხო? კი. აი, თან ქართულია და თან არა. ხო, ქართლიდან მაგარია. როგორ ვაკებ და ხალხი ფულს არ მიხდის რა. კაჩ უფასოდ როდემდე ვიმუშაო მე. წეღარ ოთხი სალათით გადავაგორებთ კი მოვიტყუე. ეს არის ბოლოს ვისი და ის შეუყვეთ. აღარ მახსოვს. ორი. საქონელი და ღორი. კაი, ჯერ ეხა მე პიცაზე გადავალ, რომელსაც აყრია ზედ არის კუპატი და სხვა ბატკნის ხორცი და დუმაცო ცოტა. კი. იცი რა? საინტერესო. არ ვაჭრევ არავის, იმით არ გააჭრელავთ კამერა. მოდი, შემოგვერძე. კარგი. როგორო? ჩანგალი თუ ხელსახოციო? მე ხელსახოცი. ფანტასტიკა. აქედან პაცაში მიმყავს და ნაკლებად რომ მოეწონოს თმით გითხრევ. ეგეთი არ არის ხოლმე. ეს რა? ვა. წაიაგა. ბრავო, ეს რა არის ხო არ ხადა? ძალიან ხანერები მიშლე. თან უკედა ნოყიერია აღონ. სუნი როგორი აქვს? ძალიან თან ხვედრა ამ კუპატის და უხდება ბატკანი, ხო? ბატკანი რო გიხდება რა მაგარი ხარ. მაგრა გიხდება ბატკანი. ძალიან კაი. ვაჩო რა, ეხლა ამას ვერთან ვერ ტოვებ და თან მინდა რომ რა? რაღაცებს გავშინდო.
ეს ხმა ბევრს ნიშნავს. ეს ის არის რაც უნდა იყოს. ოჩა. არ გწელიო ჭამს. აგარი. ძვირფას ვარ. ნახე. ეს არის ვოის მწვადი. დიახ. რომელიც ვფიქრობ, რომ გამორჩეული იმით არის, რომ მწვადში ხო ხაშლამაშიც ეგრე არის, ხო ნაჭრის არჩევა უნდა იცოდებო რა. ნივაზე რო არ გაცვლი. ხო, ზუსტად. და ამ კაცმა ეგ იცის კარგად რა. გადამის იცის როგორ შეწვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის. იცის რა ნაჭერი უნდა დაგიდოს რა. აი ფულს რო იხდი, გულდაწყვეტილი არ გადახარ. აბა მიდი რომელ ნაჭერს აარჩევობა? მიდი, კი, სწორად მიდიოდი. კი. მიცი რა მე. სწორად მიდიოდი, იმიტომ რომ ეს ნაჭერი მე მინდა. დილობის ამბავში ჩემსკენ რაც არის ხოლმე იმას ვიღებ და ხანდახან ვნანობ, როგორც ახლა ვინანე. ეს არის ღორი ალბათ, ხო? კაია? კადრს უკან ლაშასთან ერთად არის ჩემი შვილი და ორივე მშივრებით ყურებენ. არა, იცით რა, ვაჭმევთ, აი ჯერ ჩვენ და ლაშა გაჭმევთ, ჰა? ჩანგოლია ეს. ნაზირბილი, საკერთან ხოშიანია რა, ნაჭერია რა, აი. სხვათა შორის. ჩემი ეპიზოდში ნუ მოკვდები მაინც და მაინც. ეხლა ნახე ხახვი არ არის ჩვეულებრივი ხახვი. ხო, სავარაუდოდ დამარინადებულია ეს ხახვი, კი. ფერზე ეტყობა. და სტრუქტურაზე, ნახე როგორი დარბილებულია. ხო? მე არ ვიცი ჩვეულებრივი ხახვის, ბევრი ხახვის მიყოლებაზე მწვადზე. ნახე რა, ცოტა ეს არის, მედიუმია, სტეიკივით არის, საქონლის მწვადი არის სტეიკივით. ამაშია საქმე. მე სრუტუნებ ის მაქრა სეზონური ვირუსი. უბრალოდ აღარ ვარ გადამდები შენ წყნარ ჯამე. ესაც სანგემრია. სხვათა შორის, აი მოიტყვები რასეცი, სულ ვამბობ ხოლმე პაცაში გვაქვს ეგ სხვათა შორის, რომ მოიტყვები აი სიტყვას, იტყვი რომ აი კაია, ძალიან გემრიელი, აი იტყვი რომ აი რაღაც, მაგრამ თვალების დახუჭვას და კონესას ვერ იტყვები. აი თვალებს რო ატრიალებ, ხო აი მაგას ვერ მოიტყვი, მაგასაც თუ იტყვები და საღოლმე. ავაჩო ბრავო. ხო კაია. ტყუილ არ დავდივარ, ხო ტყუილ ხوار ხوارჯო. ეხლა წარმოგიდგენ ეგ წვადი და ეს სავალთ ერთად, ჰა? აუ, ძალიან გემრიელია. ორივე ძალიან გემრიელია. ვიცი რა მინდა ძალიან. მოვიდა ბატკნის ხინკალი. ამ ქართველებმა ცოტა ცხარი ბატკანი რო შევიყვართ, იმიტომ რომ სხვა შეს აბსოლუტურად გეთახები მაგაში. ვინც კი თბილისში ბატკანს ცხვარს ხორცად იყენებს მენიუში. ჩემს გარემოცვაში ყველას ერთადერთი პრობლემა აქვს, რომ ნაკლები მოთხოვნააო. რაც სხვათა შორის მიკვირს. იმიტომ რომ ჩვენ ღორის ხორცი გვიყვარს ძალიან, რაც ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მთის ხალხი ვართ ჩვენ. ხო, და მთის ხალხისთვის ღორზე უარისქმა უფრო დამახასიათებელი იყო ისტორიულადაც, მაგალითად ხინკლის ესე განვითარება, ხინკალში ღორის ხორცის შემოყვანა ევოლუციის შედეგი უფროა ქართულ რეალობაში, ვიდრე საწყისი. საწყისი იყო ცხვარი, საწყისი იყო ბატკანი და საწყისი იყო საქონელი. დღესაც კი აი ის ტრადიციული მთის ადამიანია, იმის ოჯახში ღორის ხორცის ხინკალს ნაკლებად ნახავ. ქვევით ამბობ იმის ეს ღორი შემოვიდა თაში დღემდე არ ხო და მაგას ვამბობ ნაკლებად ნახავ კი მაგას ვამბობ თაში ნაკლებად ნახავ შენ და ამიტომ მათთვის და ზოგადადაც მგონია რომ აი ღორი კარგია საქონლის ხორცი ძალიან კარგია მაგრამ ცხვარი და ბატკანი არის ოქრო ოქრო ირჩეული ხო იცი დუმილი ოქრო ირჩეულია და ის ვერცხლია ჩემი აზრით კი იმიტომ რომ ძალიან სხვა გემო აქვს სხვა კლასია ჩემი აზრით პედესტალზე ცხვარი და ბატკანი დგას რა ესე მგონია აბა ნახე სხვათა შორის ცოდვა გამხელდის ჯობს და მე ამ ხინკალს პირველად ვსინჯო იმიტომ რომ ახალი დამატებული ქონია სხვათა შორის ამ ეპიზოდის ჩაწერისთვის მეოთხე დღეა რაც ეს ხინკალი ამ მენიუში ყოფილა რაც ჩემთვის საპატიო მიზეზია რომ აქამდე არ მაქვს გასინჯული let's see ანუ საპატიო მიზეზია სულ რაღაც მეოთხე დღე. კვირაში ერთხელ მინიმუმ აქ. დიდი სიამოვნებაა სხვათა შორის როცა ხორცი მშივდება სულ ვოიზე ვფიქრობ ბოდიში ჩემ სულთან. ვოიზე რო ვფიქრობ ხოლმე კვირაში ერთხელ. მომი არ შემიძლია ხელს ნამდვილად თუ არ დამეხმარები დიდი მადლობა ხა მე რთო რა კაი არ ვარხდება. გვაცადეთ ბატონო ერთი წუთი. გამეხა. აი, მე
ჭვენი დავაქცია. მაგის გამო სხვა შორის სისხლის სამართლებრივი პასუხი. ნუ კაი ადმინისტრაციულ. ვიცი, არ უყურებდი შენ მოიცელაპარაკებდი რა საფრთხე ქონდა კამერის უკან. როგორია? მე მომწონა ზანა. კი? და სხვა შორის თუ დააფიქსირებ, რომ ქალაქში ნელ-ნელა უფრო და უფრო აქტიურად ნიშნდება პორციული ხინკლები. ანუ აი ხინკალი მინდა ეუკვეთა და 160 წალი ხინკალი მომიტანე აღარ არის. არის ერთი პორცია ხინკალი მომიტანეთ. თუმცა მე ამ პორციულობით მაინც 160 ავაწყობ. საკუთარ ჯამში. გემრიელი იყო ძალიან. ნუ აი ეგ არის რა, ბატკნით იყო, მაგრამ ცხრის არომატი მაინც იგრძნობა და ვისაც ეგ არ უყვარს, შეიძლება არ მოეწონოს. შეიძლება რა, ალბათ არ მოეწონება, მაგრამ ვისაც უყვარს და ვინც და სხვათა შორის ხო ღორის და შერეულ ხინკალზე ნაკლებად ცხიმიანი. სხვა შორის ერთ-ერთი მთავარი სტერეოტიპი რატომაც სხვარს და ბატკანს არჭამი ხოლმე არის ამბობენ რომ ცხიმ ხო და ეგრე არ არის გაჩნია რა ნაჭერს ხმარობაც გაჩნია ეხლა შენ თუ დუმას აქტიურად იყენებ ცხადია ცხიმიანია მაგრამ აბა მჭრედ გამოიყენე არ არის ცხიმიანი ის გემო გატყუებს რასაც მიუჩვეველი ხარ რა თორე ცხიმიანი ღორის ჰოლესტერინის სამეფოა ღორის ხორცი მაგრამ კარგი თქვიფავთ ვაში არა გვაქვს პრობლემა ღორის ხორცთან ცხიმზე ცხინკალიც ხო და მე რეგზე ვარ? ხო და მე იმას ვამბობდი რომ ეს მეუბნება რომ ისე აქ რო წილში ხარ სავარაუდოდ. ხო და უთხარი იმდენი აქო, მაგრამ რო გავსინჯე. მე მივხვდი რომ სულ არ ჭირდებოდა აჩოს ქება. წილში ყოფნა, საერთოდ. ეს მაგას ფიქრობ. მე ხლა სხვა შორის შენზე ვარ ძალიან გაბრაზებული. წილზე მე ვისაუბრებ. შენზე ვარ გაბრაზებული, თუ რა ქენესენი მიყავს პაცაში და ცია საკმაოდ კონკურენტული პიცა ჭამეს. პიცის თომზე გაოგნებული გაბრაზებული. იმდენი ხანი ვიწვალეთ მე და ქეთო. მე მეუბნები იხმარო სემოლინა შენით. აი ხო, ხედავ. ამაშია საქმე. მე მაგაზე მაგ ყველაფერს მოგიყვები მე შემაც. ჩვენი ცინა კითხვა გაგვიშთა. იმისთვის რომ თან ხა ქართველები ვარ, წადი ბერს გვაქვს ბერგან ნაჭამი. ხინკალი ვიყურს, ხინკალის ბერგან გვაქვს ნაჭამი. ჩვენ მივხვდით რომ შენ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევ თვითონ ხორცს. ხო და ეხლა ჩვენ გვაქვს კითხვა. ქართველებმა ვიცით ხორცის კეთება დაკლა, მე სწორნაჭრება დაჭრა და მე ამ სწორად დაჭრილი ნაჭრების შერჩევა და ყიდვა? როგორ არის ის საწარმოო დონეზე? პირდაპირ ვიტყვი არა, საწარმოო დონეზე, თორე რა თქმა უნდა ოჯახებში ხალხმა როგორ არის ის? შენი კონკრეტული ხორცე რო ყავს ეგეთი? არა, მე იმას ვამბობ, რომ აი საწარმოო დონეზე რომ მიხვიდე თუნდაც რაღაც საწარმოში და მოითხოვო რაღაც ნაჭერი, შეიძლება გითხრან რომ მაშინ ამ ნაჭერს უნდა მოყვეს კიდე 5 სხვა ნაჭერი. და სწორედ პრობლემა კონკრეტული ნაჭერების. თან პრობლემა არის კვება, ძალიან არასწორად არის დაკვები ჩვენი უკვე აი ფერმებში ეს საკონერი, ზღორი, უკვე არასწორად არის ეს პრემიქსი აი პრემიქს ყველა ხმარობს დედამიწაზე, მაგრამ არსებობს რაღაც პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც არ უნდა იყოს უფრო მეტი, ანუ იმაზე მეტად სწრაფად არ უნდა გაიზარდოს. და შენ როგორ არჩევ ხორცსა? რატო არის ესეთი? როგორ არის? აი, აჩოს ვეუბნებოდი, ბოლო 2 წელია მენიუში თითქმის არსად წვაც მე აღარ ვუკვეთავდი, იმიტომ რომ 80% რაღაც სპეციფიური სუნი, სპეციფიური გემო, ამბობენ რომ აქ პრემიქსის ხო ბრალია. აქ როგორ არის? აქ არის უბრალოდ ანუ ადამიანი, რომელიც აკეთებს ამას, ანუ ეხლა რატო არის ეს პლუსი პირდაპირ ვიტყვი და ძალიან მარტივად ეს რესტორანი ყოფილიყო ვიღაცის და მე უბრალოდ მემუშავა შეიძლება, ამიტომ ვერავის ვერ დავადანაშაულებ, ეგეთ ყურადღებას არ მივაქცევდი ამას ყველაფერს, მაგრამ იმის გამო რომ ეს შენი სახია უკან თვითონ ზარეულმა ალბათ რომელიც მუშაობს, უნდა მიხვდეს რომ ეს მისი სახია, ის გემო, ხო ხტები? ანუ ისთვისაც რომ მუშაობ, მაინც უნდა მიხვდე მაგას ჩემი. ზუსტად მაგას ვამბობ, რომ როდესაც მუშაობ თქო, მე იმიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი თქო, რომ არ მიმუშავია საქართველოში სხვისთვის. მუშაობდი მარტო უცხოეთში, რომ ესწავლა რაღაც პოზიციები და შესაბამისად აქ სულ ჩემთვის მუშაობ და ვერ დავადანაშაულებ სხვებს, იმიტომ მე არ ვიცი იქ. ზოგჯერ შეიძლება მე პატრონი მუცას, ეგრეც არ არის, რომ მე აი ამდენი მაქვს ბიუჯეტი და ჩაეტირი. რთულია ხარისხის შენარჩუნება? ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან 30% ხორცი მაინც ის არ არის, რაც მე მინდა. მაქსიმალურად ანუ ყოველ დღე მივდივარ, ვარჩევ. მაგითო გვიჭერს თვალეს ჭამო ჩემო. ძალიან კარგი ყასაბი მყავს, რომელიც რა თქმა უნდა მეხმარება. იმასაც კი აკუებენ, იმიტომ რომ ეხლა აქ როგორი სისტემა არის, ბოინია, მე ბაზარი, მე ყასაბი მიდის ყიდულობს, ანუ 3-4 ინსტანცია უნდა გამოიეროს, სანამ მივა დახლამდე. შესაბამისად იქ ძალიან ბევრი რაღაცა. მაგრამ მაღალი რისკია რომ ყასაბიც მოტყუდეს. კი,
ძალიან მაღალია, იმიტომ რომ კასავს რა თქმა უნდა აწყობს ახლა ისიც ხო ადამიანი რომ თავის მაღაზიაში кай ხორცი გაყიდოს, ხო? რატომ უნდა გინდოდეს სუდი გაყიდო. მაგრამ სამწუხაროდ იმის გარდა რომ დამუშავებაც ძალიან ცოტა მიწის თვითონ ხორცის, მაგის გარდა თვითონ პროდუქტის ხარისხის ძალიან დაბალი ზრდები. მოკლედ, ბევრი დეტალია ყველაფერი. ამიტომ ვინც ეს იცის და ზრუნავს. ეგი მოდივარ და ჩავთაგე. მე რატო ვინე რომანინეროს, მე ჩემს ანერულო არ მეყოფა იქ რაც მაგ ჩემ. ეხლა წავალთ იქ შენს ანერულოში. ძალიან დიდი მადლობა. გემრიელად რო გვაჭამეთ. ყველა ხო არ მომიგამე ხარ აქ. არა, ჩო. გაქე, გადიდე, მადლობა შენც და კიდევ მადლობა ჩემი შვილი, რომელიც კამერის უკან არის და რომელიც არაფერს არ ჭამს დედამიწის სურგზე. დღეს პირველად ჭამა ბატკნის ხორცი და გემრიელად ჭამა. წვადი გასიჯა თუ არა? კი, წვადის გასიჯა. საერთოდ მე ვიტყოდი რომ იმაზე მეტი ჭამა ვიდრე ეკუთვნოდა. უბრალოდ აი დედასთან ერთად და ვერაფერს ვერ ვეუბნები. მაგრამ არა უშავს. ვარ. დავიწყოთ? ეხლა იცი რა უნდა? აცაში მოვედი. ეხლა იცი რა უნდა ვქნა? გახსოვს შენ სტალონეს ფილმები რო იყო ხელის გადაწევაზე. კი. მაგ დროს ხელს როცა წევდა რა საკეთებდა ხოლმე გახსოვს? აი ამას. ჩემთან მოვედით ეხლა. ის მოვიდა. ჩემთან მოვედით. აცაში ვარ, всё, სახში. ხელში გამართული. აი, პირველი. არ არის. პირველი პაცა. არ არის. და შენ პირველი არ ხარ, ვინც მაგას ამბობს და სპეციალურად გაცადე. პირველი? არა. აბა? პირველი იყო ვაკეში. აბაშიძეზე ნახევარ სარდაფი, რომელიც ქუჩაზე გამოდიოდა და მანქანა გვეხატა, რომ ეს გამოსული ფანჯარა რაღაცით გაგვეპრავებინა რა და მანქანა დავახატე და იმ მანქანის ფანჯარასავით გამოდიოდა რა და იქ გახდა პაცა რაც გახდა. ოღონდ აღარ არის. მალევე წამოვედით იქიდან, იმიტომ რომ მალე გახდა საბედნიეროდ პაცა პოპულარული, მე გაგარინზე გავხსენე take away. ხო, ეგ პირველი რესტორანი დასაჯდო. არის ხო? პირველად მე აქ ვეზიარე პაცას, პიცას. ეს გახდა ყველაზე აიკონიკ ადგილი და ამიტომ აქ ყველას ასოცირება რომ არის პირველი პაცა. ინგო როყას ქუჩაზე ვართ და ნუ იმას დავლინკავთ მოკლედ. სხვა შორის მანქანა ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. და აქ ყველგან გაგარინზის მანქანა გვაქვს დახატული. აბაშიძეს მანქანა ყავდა და აქ ვერ დავახატეთ და ნამდვილი დადგით. ეს არის აი ზაფხულში აქ ზაფხულში ხალხი ხო აქ უნდა დაჯავშნო. იჯავშნება ეს. ხო, იმიტომ რომ ზაფხულში ძალიან დიდი მოთხოვნაა და ესე ვერ დაიწყდები. საღამოობით აი რომ გრილა ყველას მანდ უნდა დაждობა და ამიტომ. კაი, შევედით მაშინ ხო, თან დავათვალიეროთ თან ეს გამოვაჩინოთ. ეს არის ინგორო ყვასვის და ძველი თბილისის ძალიან დამახასიათებელი არქიტექტურა, რომელიც ხო ძალიან დუქნური იყო და ძალიან ესა რა ქვია, არ ვიცი რა ტრაქტირებს ეძახდნენ ადრე რა ქართულ დუქნებს და მაგრამ იტალიური ძალიან პასუხზე ძველი ევროპული სხვათა შორის საჭმელი არქიტექტურა აი ამას ძალიან პასუხობს რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა. ეს არ იყო მარტო ქართული დამახასიათებელი, ამიტომ ძალიან თამამად ვამბობ რომ იტალიური ბისტროები ძველი რო ნახო, იტალიური პიცერები ძველი რო ნახო, ძალიან ბევრს ნახავ ამ დიზაინს. ხო, ანუ ერთ რაც ჩვენ შემთხვევით დავამტყიეთ ამას, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეგეთია. ეს არის ჩვენი სხვა შორის. ხო, ამბობს აღი გულწრფელად რომ აი ხო შეიძლება თქვას რომ ჩვენ გვინდოდა ჩავიფიქრეთ და დავემთხვიეთ და ძალიან მიხარია რომ დავემთხვიეთ. შიგნითაც მოდი ესეც რაღაც საინტერესო ხდება ჭერზე და სანამ ავარჩევთ რა ვჭამოთ და რა გახსოვთ. ეს ახლა რა ხდება იცი აქ ხალხი რომ მოდიოდა ხოლმე პაცაში და პიცას ელოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მოლოდინის რეჟიმი ძალიან ცოტაა, იმიტომ რომ წუთ ნახევარში ცხება პიცა. აქ გვაქვს ფანქრები, ფერადი ბავშვებისთვის და ფურცლები. და რატომაც ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ პიცას რო ელოდნენ ქაღალდის თევზში, ჩვენ ერთჯერადი რუჭელი გვაქვს, ერთჯერადსო ჩვენ self-service გვაქვს, აქ სერვისი მომსახურე პერსონალი არ ყავს, საკუთარ თავს აქ ვიმსახურებით ჩვენ თვითონ. რაც პიცა მზად რო არის, გეძახიან მიდიხარ ჭამ მერე ნაგავს შენ თოპლი რაღაცა ამანაც თავისი რაღაცა ხასიათი მიიღო ძალიან მოსწონს ხალხს და ამ თევზებზე ქაღალდის თევზებზე დაიწყეს ხატვა. ისეთი ლამაზი ნახატები გაჩნდა, რომ ამის ვერ გადავყარეთ. აქ ვიგროვებთ და ვერ დავიწყე და გავაკარით ჭერზე. მართალია ჩვენი ეპიზოდის სტუმარი აჩოა და აჩოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ პაცას შექმნაში და დაფუძნებაში კეთოს ისეთივე ძველი. კეთო აბსოლუტურად მეტიც ხო? კეთო იტალია არის, კეთო პაცა არის, კეთო პაცა სხვა შორის იტალიურად ნიშნავს გიჟს. მართლა? კი, და მდედრობიცქეში თან.
ამიტომ კეთი არის გიჟი. აი კეთი იყოს კეთი. პაცა. ყველაზე საინტერესო კიდევ ის არის საჩო, რომ თქვენ პაცამ დამკვიდრა ცნობიერება ახლა მოდი ვთქვათ პიცის ამბავში როგორი უნდა იყოს პიცის ცომი, იმიტომ რომ ტატუთი რო დავიწყეთ და დამწვარი პიცა, გახსნა? გაცრავად არ ვაჩენ. გადაიხადეთ გადაიხადეთ და გამოვაჩენ. დიახ. ტალია. დამწვარი რა გაწერია? სიყვარული დამწვარი. სიყვარულით დამწვარი. მოკლედ ყველას ეგონა თუ შენ უფრო კარგად მოყვარს. მე გეტყვი ახლა, სოშო შენ წერან და დაგაფიქსირე რომ გულწრფელობა მოგწონს და აქაც გულწრფელი ვიქნები და გეტყვი რომ აქაც შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ეს კულტურა, რომელიც ჩვენ დაუნებურად დავაკვირდეთ ქალაქში, ჩათვალე რომ ჩვენც ვისწავლეთ. მოკლედ რომ მოყვა ისტორია, ბევრჯერ გვაქვს მოყვანილი, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვყვები და გეტყვით რომ მე და ქეთო შენ ეს კარგად იცი, იმიტომ რომ შენ მაშინ ამ პროექტის გარშემო გვერდით დაგვიდექი. საქართველოს გარშემო ვიმოგზაურეთ 3 წლის განმავლობაში ეროვნულ არქივში დაცული მონაცემები ამოვქეკეთ. და ესეთი წიგნი გამოვუშვით ქართული გემოს მემკვიდრეობა 700 გვერდიანი წიგნია, საკმაოდ ვრცელია. ქართული გასტრონომია. მომცველი და საინტერესო. ქართული ინგლისური ენაზე სხვა. იმიტომ რომ ეს რაღაცა გვინდოდა რომ საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ გასულიყო როგორც ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობა და ქართული გემოს მემკვიდრეობა დავარქვით და დავიწყეთ ამ წიგნის რეალიზაცია და აქედან შევაგროვეთ 6000 ლარი. ჩვენი წილი რაც გვერგო როგორც ავტორებს და ამ 6000 ლარით გვინდოდა რომ გადაგვიწყო რამე ჩვენი ბიზნესი. იმიტომ რომ მაშინ food ისა ბლოგი მქონდა YouTube-ზე რეცეპტების ძალიან სასწაულო ხრო უყურებ, მაგრამ მაშინ ძალიან მწოხილი იყო ეხლა YouTube-ზე, რავი ზოგი რეხანს აკეთებს და რავი ზოგი რაღაცებს, მაგრამ მაშინ ესე არ იყო. მაშინ არც ლაშა ყავდა ესე, მაშინ ჩვენ ჯუჯიკა ყავდა, ჩვენი კამერით. მე ხა შენ გვერდში დაგვიდექიო არ მივიწერ, მაგრამ ბავს უბრალოდ მუშაობდი იმ კომპანიაში ნიკორაში. რომელიც ხო გვერდში და ჩათვლით ხო? კი, მან გავჭრა. და კარგი საქმე ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და ფაქტობრივად ჩათვლი რომ ეგ იყო ერთ-ერთი ფუძე იმისი, სადაც ახლა შენ ზიხარ, იმიტომ რომ მაგ 6000 ლარით ჩვენ დავიწყეთ ფართის ძებნა, რომ რაღაცა მაშინ რაღაცა გარკვეული პატარა ცნობადობა ხალხში მოვიპოვეთ და ყველა გთხოვდა რომ რამე თქვენი გახსენეთ და გვინდოდა პასტი ფიჩო გაგვეხსნა, ანუ ხელნაკეთი პასტები და აგერ ლაშას პატრიცემულს პასტა ძალიან უყვარს და ლაშას შეეძლო რომ ჩვენთან გემრიელი პასტა ეჭამა, მაგრამ ვერ მივართვი, იმიტომ რომ ჩვენ რო ფარც ვეძებდით, ეს ჩვენი ნაყიდი ძვირფასო ლაშა პასტის სახარშები და რაღაცები შემოვდეთ თაროზე, იმიტომ რომ ფართი რომელიც ვიპოვეთ ამისთვის. იმ ფართში დაგვდა აშენებული ქვის ღუმელი, რომელიც ეგ გამზადებული განძი იყო იმისთვის, რომ გემრიელი პიცა გამოგეცხო. და ჩვენ მე და ქეთო რო შევხედეთ ამ ღუმელს ეგრევე პიცა, და ეს შენი სახარშები, შენი ნაყიდი ინვესტირება ეგ თარო ამ 6000 ლარიდან რაღაცა ნაწილი ჩავდე თოფში გავისროლეთ. და დავიწყეთ ცომზე მუშაობა. ახალნაკეთი პასტის რესტორანი გადაკეთდა პიცერი. აი ეს იყო სტარტი და 8 თვე დავკარგეთ ძვირფასო ანა იმაში რომ შენ ეს ცომი რომელიც მოგწონს ის ცომი მიგიღო ესეთი როგორც 8 თვე. ეს არის ცივი ფერმენტაცია, ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, რომელთაც მზადდება ნაპოლეტანური პიცები, მაგრამ ჩვენი პიცა ნაპოლეტანური არ არის. ჩვენ საიძეროში დიხარ პირველი ეგ წერია, ჩვენი პიცა ნაპოლეტანური არ არის. თუმცა სტილისტურად ყველაზე ახლოს მასთან დგას. ჩვენი პიცა არის ალბათ უფრო ჰიბრიდი ნაპოლეტანურის, ამერიკულის, იმიტომ რომ ნაპოლში უყვართ ინგრედიენტები ცოტა დელიკატურად დაალაგება, ცოტა ყველი, соуსზე მეტი აქცენტირება, წელვადი ცომია, იმ ფქვილი ფარინა 00, რომელიც არის მაღალი გლუტენის ფქვილი, მეტი წელვადობა, ცილა ძალიან მაღალი, 100 გრამზე 13 გრამი ცილა, აქ ეს ძალიან ბევრია ფქვილი. აი საშუალო წარმოდგენა შეიქმნოს, აქ 12 გრამი თუ ნახეთ ცილა ფქვილში, აი აქ ბაზარზე. ჩათვალე მაგრა გაგიმართ. და იქ რამდენია? იქ 13 აქვს, ფარინა 00-ს არის 13. ეს ნიშნავს, რომ 100 გრამზე 13 გრამი ცილა საკაბაოდ მაღალი, აი ეს ნიშნავს, რომ აი ცომი აიღე და წადი. ხო და მე აქეთო მივხვდით რომ ფლატ ჩვენს გემოვნებაში ეგ არ ჭდება. ჩვენ რაღაცა ცოტა უფრო პურისკენ გადავიხარეთ. სწორედ ამიტომ გაგიკვირდება და ჩვენ მუშაობთ ადგილობრივი ფქვილით. სანამ სამზარეულოში გაყვები, ახალი არხი გავუშვით, რეჰანი კუკინგ ქვია, სადაც ავთოცეცხლაძე გურიაში, თავის ეზოში 120 წლის სახლი დგას იმ ეზოში. ღია ცეცხლზე ამზადებს კერძებს. ძალიან გემრიელ კერძებს, იმიტომ რომ მე მაგ ეპიზოდების ჩაწერისას კამერის უკან ვარ და ვსინჯავ მაგ ყველაფერს. კამერის წინ ავთოა და ჩემი აზრით საინტერესოა, უკვე შეგიძლიათ გამოიწეროთ რეჰანი კუკინგიც რეჰანთან ერთად
და ნახოთ იქ მეტი cooking-ია, სახელიდანაც მიხვდებოდით უკვე მზადების პროცესია და კარგი საყურებელი. ეს არის მისი უდებულესობა პანჩატელა. როგორც ხვდებით კი, რა თქმა უნდა, ცომი დამწვარია, არის სიყვარული დამწვარი. და ეს ესე უნდა იყოს. ხო, აი ხა მიხვდები, შენ გასინჯული გაქვს, არა მიხვდები კიდევ ერთხელ აი ცხლად, რას გულისხმობთ, რომ ცომი ესეთი გვევასება როგორიც არის და ესა ჩვენ გამოვიდა, რომ ჩვენი ინდივიდუალური დამოკიდებულება გვაქვს. იცასთან ჩვენი რეცეპტი გვაქვს, ჩვენი სტილისტიკა გვაქვს და ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. ეხლა მე მინდა რომ ეს ყავა გასინჯო ძალიან. ავით ხო. წარმოვიდგენია რა უნდა იყოს. სტრაჩატელა მიყვარს, პანჩეტაც მიყვარს, ცომი ვიცი რომ უკვე მომწონს, მაგრამ ყავით. კარგი რაღაცო მართლა. დაგვიტოვე რაღაც წმინდა. ყავის სუნით შეგრძნობა მძაფა. უნდა ხა ბეკონის სტრაჩატელა და ყავა ერთად ნახე რა არის. გემრიელია, ხო? უხდება თურმე. ძალიან უხდება. ჩვენ ესეთი ექსპერიმენტები გვაქვს ჩატარებული, რომ რაღაცებს არ ვინურებით რომ ყავა. მეგობრებს რა მოდიან და გაგვასინჯენ და რო ვასინჯებთ, აი ეს რაღაცა რა არის ეს მოიწევს. იმიტომ რომ მართლა ვერ წარმოგიდგენია რომ შეიძლება ამას ყავა ეყაროს და ეგ მოგეწონოს თან. ძალიან გემრიელია. თან ეს ნაღდი ბეკონია. მოხმე არის რომ ნაღდი ბეკონი ნიშნავს იმას რომ ბეკონი ძირითადად რაც მაღაზიებში იყიდება სამწუხაროდ არ არის ხოლმე ნამდვილი ბეკონი, ანუ არის მოხარშული ეს ხორცი. და შებოლილი და ის შებოლაც როგორ ხდება არის. ჩვენ ვიყენებთ ნაღდ ბეკონს, ანუ უმად გამოყვანილი შებოლილი ბეკონია. უმად გამოყვანილი შებოლილი ბეკონი. ხო. ძალიან არა უშავს გადაგვიღებ ფოტოების გადაღება ვთხოვეთ თამბნეილისთვის და შეიცხადა. გადავიღებ. მოდი. ბრავო, აჩო. ძალიან მომეწონა. აი. მე დაშინება. ამას არ დავტოვებ ის მომენტი. მორჩა პაცაში ჩემი საყვარელი პიცა ეს არის. ვიცი რა არ თქვით? შეიცადე. ჯერ რა. შეიცადე, ნუ ითქვა. სუნი ნახე, ვაიმე. რაც არ დაინანეს ყველია. თან განა პატივი გეცი და მაგიტო არ მართლა ესე ვაკეთებთ. მართლა ესე. ხო, ანუ შენი ხათრით კი არ მოვაყარეთ ბევრი, მართლა ესე ვაკეთებ. და ობიანი ყველის პიცა და ობიანი პიცა არის მართლა აქაურობის გვირგვინია, იმიტომ რომ საუკეთესო ახმერთო რა ლამასია, პლანეტას არ გავს. არა ზემონდა რომ სხვათა შორის კეთოს აქ გენიალური მიგნება და გაზაფხულზე აუცილებლად მოდით ლაშა. დაიმახსოვრე. აუცილებლად მოდი გაზაფხულზე ობიანი საჭიროა, იმიტომ რომ ობიანს ვაკეთებთ ტარხუნით გაზაფხულზე და არის აი სიგიჟე ისეთია რომ ძალიან კეთო თქვა ერთხელ ჭამისას რომ აუ ტარხუნაო და მეთქი ეგ არის აი რეცეპტორმა მითხრა რომ კი სწორს გეუბნება. ყავავინ მოიფიქრე. ზუსტად იგივე გადახვდა ყავაზე. რააკლია და ამ შემთხვევაში ყავა როგორც მახსოვს მე ვთქვი, როგორც იმ შემთხვევაში კეთომ ტარხუნა თქვა, რა ზოჭამდა რა ყავა. და კეთომ რა ყავა, ბეკონთან ყავა და დავცადო და აი, ეხა ჭამე შენ უკვე. აი ხა მე უნდა გაგასინჯო. ოღონდ აქ შეგელის სამი გამოცდილება. პირველი ობიანი ყველი ისე როგორც არის. ხო. მეორე ობიანი ყველი ნიურის და წიზაკის ზეთით. და მესამე ობიანი პიცა და ნებისმიერი პიცის კრასტი, რომელიც რჩება ხოლმე სამწუხაროდ, ვინმე თუ ტოვებს. წიწაკის და ვაშლის соуსი. დამოაწო? წიწაკის და ვაშლის соуსი, ოღონდ ძალიან ცხარე соуსი. წიწაკის და ვაშლის соуსი. აბა, ვალა. პირველი ცარინი. ძალიან გებრიელია. შემოგვიერთდი. აჩოს მამა. შემოგვიერთდი. არ მოგეწოდოთ. ესე. ძალიან კარგია.
მაგარი ინტენსიურია. ვინ ამბობდა სამი ყველის პიცას და პასტას უყვეთავს გამოშტერდა ხალხიო. ობიანი ყველი არ უყვარსო. აი ეგეთებს შეიძლება ეს არ მოეწონოთ, მაგრამ დანარჩენი ყველას მოეწონება. ვიწყოთ? ერთო. ხო, ეხლა კი. ესე ხო? კი. ჩანს კარგად კაცში? My precious. ხო? მაგას რას ვაკეთებ ხოლმე იცი? როცა ესე ვჭამთ ხოლმე, აი აქ ვასხებ ხოლმე რა. ესე ვასხავთ ხოლმე, მე მეგობრები ესე ვაკეთებ და ზედ ვისხავთ ხოლმე და ამაში. ვალა. აჩო. აჩო. ამას მოგგვისყვე აჩო. ქეთო. ქეთო სადა ხარ, ქეთო. სადა ხარ, ქეთო, სად? მაგალითად დაგჭა ეს. ხო. და ფიქრობ რომ ეს არ უნდა ჭამო. ხო. არა, ნურას პირველ რიგში მეგეთქვი რომ საოცრად უნდა ჭამო. იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და სხვა შორის ამაზე ხალხი მუშაობს. ცომს აკეთებს შენი ცომის სპეციალისტი ყველა ფილიალს და კეთილნები და მშობას პატივი ეცით. ხინკალში კუჭებს ტოვებ. ეხლა კიო მეტყვის და გულის დამარტყავს. არა, გაჭირდა. ეს რო ხინკალი ჭამეთ ისეთში არა. ძალიან დიდი. ძალიან დიდი არა, ასემები. ეგეთ ხინკალს უკვე. აი ხა ნახე. ეს არის ციცაკის და ვაშლის სოუსი. სანამ მე ჩემსას ვუტიკებ, მაგრამ და შენ ვუტიკე გითხო. უტიკე კაცო. მიდი. ძალიან ცხარეაო და ცოტა უტიკო? ალბათ ჯობია, მაგრამ გემო უნდა გაიგო რა. არ არის განსაკუთრებული. ფრეშ, კაისუნები. ვაშლი და ციცაკა. ვაშლის და ციცაკის განსაკუთრებული დუეტია ეს, რაც მედაკეთომ დავუსვით. ხარია. ცხარეა. მე არ ვარ. გემრიელია, მაგრამ ცხარეა მეგობრებო. წყილად უტიკე. რა გიშვება? არა, არა. ცოტა გავაფორმე, კარგად ვარ, მაგრამ ცხარეა. ძალიან გემრიელია. ცხარეა საკმაოდ. ესე რამე რეცეპტი არ გამიგია? თქვენ მოფიქრებულია ვაშლის და მიქსვა ციცაკასთან? სხვათა შორის აი კედელზე რომ პატიოსანი კაცი კიდეა ჯეიმი ოლივერი. ხო, მაგის მოფიქრებულია. მაგის რეცეპტის ბაზა გვაქვს აღებული, მე ჩვენი პატარა მოდიფიკაციებით რა. პირველად ჯეიმისგან გავიგეთ ციცაკის და ვაშლის დუეტზე და აი როგორც იმ დანიელ პატიოსან კაცზე მოგიყევი რომ დანიაში წაიღო ყავის და ბეკონის დუეტი, ეგრე ავიღეთ ჩვენც აქედან, ოღონდ რაღაცა პატარა მოდიფიკაციები გავაკეთეთ ჩვენი გემოვნებით და მე ყველაფერს ვამხე. გემრიელია, მაგრამ აი ხა მე ამაზე ვმუშაობდი 9 წელი და აი ჩვენ არ ვმუშაობდი 9 წელი. ჩვენ მოგვეწონა და მალევე შეცვალე და მივხვდი როგორი მეცდა რომ ყოფილიყო. დიახ. მე დავუღრდება. პროსტა ყავას შეხედე გეხოწები რა. აი ეს ხინკალზე რო პილპილი არის მოყრილი. ეგრე არის სტრაჩატელაზე ყავა მოყრილი. მოგეწონა? გოდ? საკაია. ეხლა გეტყვით ჯუჯიკა არის ჩვენი მეგობარი. ჯუჯიკა არის ჩვენი ერთ-ერთი ცომის სპეციალისტი. არ ვიცოდი რომ მეგობრებს ჭამდით. ხო! ეხლა მაგარი ისტორიას მოგიხმე მაგის. ჯუჯიკა არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი მეჯვარი, შემედაკეთის მეჯვარი, უახლოესი მეგობარია ჩვენი, რომელიც ამავე დროს ცომის ოსტატია ჩვენთან. და ისა რა ქვია, ჯუჯიკა არის ცოტა წარმორჩილია, გამხდარი კარგი ტანის მოცეკვავე. ცოტა ჩემი სიმაღლეც არის, ვერ იტყვი რომ შვართია. და არის ძალიან კარგი ტიპი რა და ეს რო გავაკეთეთ ჯუჯიკა პირველად. მახსოვს მე მკაფიოდ ქეთოს არ ახსოვს, არც ჯუჯიკას არ ახსოვს, ხაშოს, მაგრამ მე მახსოვს ეს მკაფიოდ რომ ეს ჯუჯიკა რო დავდეთ პირველად და გავსინჯეთ ქეთოს სიტყვები მახსოვს, რომ აი რა არის ძალიან უცხო ტიპია, აი ჯუჯიკასავით პატარა და საყვარელი კაი ტიპია. იმს მე ჯუჯიკა. და ერკო. აგერ უკვე 3 წელია ჯუჯიკა ქვია და თან უნდა გენახათ. ეხლა ძალიან ცოტა ერთი ლირული გადახვდება. აი აქ ვხედავთ მე და ჯუჯიკა. და ჭამთ პიცას. ერთი მშვენივრა და შემოდის 3 უცხოელი ძალიან ლამაზი ქალბატონი. ხო. და ამ სამხალხოს წინ მოძღობა ერთი ქართველი ხალხი და გამარჯობათ. ეს ეუბნება ჩვენს მენეჯერს. ჩვენ ვართ 4 ქალბატონი და ჯუჯიკა გვინდა ძალიან. ნუ ეს ადგაი მე გახლავთ. გამარჯობათ, დიახ მე ვარ. აი. ხო, მოკლედ ჯუჯიკა ქვია ამას და მე ვფიქრობ რომ ბოდიში რო გჭამთ. ამას ჯუჯიკ ბოდიში უნდა შეგჭამოთ. ეს ამას დღეს ყავს ძალიან გამორჩეული მომხმარებელი ჩვენთან. ჩათვალე ამ პროდუქტმა გაგვიყო მომხმარებელი. დღეს ამას თავისი მომხმარებელი ყავს ძალიან აქტიური. და გთხოვე, ეს არის კრემყველი, პიცის ცომი, პომიდურის ტკბილცხარე ჯემი. ახლოდან მინდა ეს უაჩვენო. და რუკოლა. და შიგთავს მე ირჩევ შენ რა, ან სალამი, ან პროშუტო, ან ნიგოზი და მოხალული ნიგოზი და ობიანი ყველი. უცხო ტიპია ძალიან. სენდვიჩია, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ
აი ტიპია რა. ჯუჯი გასავით. აბა. Voilà. ძალიან კაი ტიპია. აი ამას ვერ ეთხოვები, აი. ხარებს რა ხუჭავ. ასე ვერ ეთხოვები. მოვალჩა. Good. ძალიან მიხარია რომ მოგწონს. აუაჩო ძალიან მიხარია, ძალიან მიხარია. ცოტა მოტკბო გემოწუხდება. და სხვათაშორის ძალიან უცნაურ საიდუმლოს გაგიმხელ. ამ პომიდორის ჯემის რეცეპტის ბაზა საიდან ავიღეთ? აი ეს ნახატი რო განახე, ჩვენმა თანამშრომლმა დაგვიხადა პიცები მეთქი. ვისი ნახატს გამსგავსებს? ვისი ნახატს გახსენებს? სალვადორ დალის საათები, ხო? საათებს მაგრამ იქ არის პიცები დახატული. სალვადორ დალის რეცეპტია პომიდორის ჯემის. მართლა? ბაზა ეგ არის. ყველაფერს რო თავის ისტორია. ხო რა, რაღაცა ხო შენი გოგა გეგარი რა, რაღაცნაირად ყველაფერში ისტორიას ეძებ. ხო და აი ეს ჯუჯიკაც ესეთი გამოვიდა და სხვა შორის აგერ უკვე 3 წელია ძალიან აქტიურად ჭამე და ძალიან მიყვარს. ესეც და პანჩატელა წყავით ორადორი პროდუქტი იყო, რომელიც ძალიან სკეპტიკურად დავამატეთ, იმიტომ რომ უცხო ტიპი იყო და დღეს ორივე ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია საბედნიერო და მართლა ყოჩახ ქართულ მომხმარებას. აი, მართლა ყოჩახ როგორ შეგვიძლია სიახლეების მიღება, ხანდახან მიგვერს კი, ეს გემოები აი სხვაგან არ მქონდა რა, გასინჯული და გამოცდილი, ბრავო, აი ძალიან გემრიელა. ულაშე დავინდოთ. ამ ტალღაზე ჭამაჭამით. კიდევ ერთხელ. მადლობას გიყო. პირიქით. ძალიან დიდი პატივია თქვენს ჩანელზე ყოფნა. მართლა იმიტომ სტილებისთვის ჭამის პირველ დრო გავა. ბოდიში უნდა შეგაწყვეტინო. დრო გავა და მიხვდებით თქვენ შეიძლება უკვე ანალიზებდა ხვდებით, მაგრამ დრო გავა და უცებად მიხვდებით, რამდენად კარგ საქმეს აკეთებთ. რამდენად ხარისხიან აკეთებთ ამას. მართლა, იმიტომ რომ მე თქვენი მაყურებელი ვარ, მე ხო არ მოვეთხოვები ხა მეგობრობის და გარე ურთიერთობის გარდა, მე მართლა თქვენი მაყურებელი ვარ, მე ყველა თქვენი ვიდეო ვიცი. აუ მიხარი. და ეს ხო საგანძურია. მე თუ მე დაკეთო თუ დღეს არქივში ვიქეკებოდეთ რაღაცების საძებნელად, ხო? წლები გავა და ვიღაცები თქვენს ბლოგზე მოიქეკებიან, სად ჭამდით ერთ დროს მე და შენ დაუბერდებით. და აჩო საბედნიეროდ შენ და ქეთოს ადამიანი საქართველოს შენ და ქეთოს ნაირები კიდევ არიან, ვინც ამაზე ზრუნავს, აი ესეთ სიყვარულს დებს, ამდენ ისტორიას, ამდენ სიმხულევს, წიგნიც არ დავივიწყოთ და მე ვიღებ კარგ შედეგებს. გემში დავეხთ. გემში და ვისაც გემრიელა ჭამა გიყურთ, ყველა უნდა იყოთ ამ ბლოგზე. კარგად ზანდებოდეს. მე ჩვენ გავაგზავნებთ ჭამას.